საგამოძიებო კომისიის ხდომაზე 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს განიხილავენ. ამ წუთებში ნონა გაფრინდაშვილს უსმენენ, მანამდე კი ისაუბრა ყოფილმა დეპუტატმა დავით ლორთქიფანიძემ. მანანა დებაძე პარლამენტიდან ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება, მისგან დეტალებს გავიგებთ. მანანა, გისმენთ. 2011 წლის 26 მაისის ღამეს აქციაზე განვითარებული მოვლენები ყოფილმა დეპუტატმა დავით ლორთქიფანიძემ ქრონოლოგიურად გაიხსენა. მისი თქმით, ღამის 12 საათზე მშვიდობიან დემონსტრანტებს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ყველა გასასვლელი ჩაუკეტეს და სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს უმოწყალოდ სცემდნენ, შემდეგ იჭერდნენ, ხელებს უკრავდნენ და მათზე ფიზიკურ ძალადობას კვლავ აგრძელებდნენ. ლორთქიფანიძის თქმით, იმდენი დაშავებული იყო, რომ რესპუბლიკური ავადმყოფ პაციენტებს ვეღარ იტევდა და აქციის მონაწილეების ნაწილი იატაკებზეც კი იწვა, როგორც ყოფილი დეპუტატი აცხადებს, ხალხის დასაშინებლად წინა ხელისუფლებამ ხალხზე იძალა და მისი თქმით, ამის მიზანი იყო საზოგადოებაში შიშის დანერგვა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მისი თქმით, აქციის ორი მონაწილის გვამი, მათ შორის სულიკო ასათიანის ცხედარი რუსთაველის გამზირზე გამთენიისას ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე იპოვეს და ეს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ უბედურ შემთხვევას დაუკავშირდა. ყოფილი დეპუტატის თქმით, აქციის დარბევიდან 2 წლის შემდეგ სულიკო ასათიანის გარდაცვალების რეალური მიზეზის დასადგენად ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება იგეგმებოდა, თუმცა წინა ხელისუფლებამ ადრინდელი ექსპერტიზის შედეგები გაანადგურა და ეს გამოკვლევა ვეღარ ჩატარდა. 2011 წლის 26 მაისი რომ თენდებოდა, ამ შენობის წინ რუსთაველის გამზირზე სააკაშვილმა, მერაბიშვილმა და მაშინდელმა რეჟიმის წარმომადგენლებმა დაარბიეს მშვიდობიანი აქცია და სისხლით მორწყულ რუსთაველზე დილით უკვე 26 მაისს სააკაშვილმა სხვადასხვა ორდენით დააჯილდოვა საზოგადოების სხვადასხვა წევრები და გამართა აღლუმი. ამის 12 საათზე აბსოლუტურად გაფრთხილების გარეშე ჩაიკეტა ყველა გასასვლელი. ფაქტიურად მთელი, ასე ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ მაშინდელ რეჟიმს და სამართლიანად აპროტესტებდნენ, მოაღწიეს, ასე ვთქვათ, ყურბში, რომ მათ გასასვლელი არ ქონოდათ, გამოიყენეს, არ ვიცი, რა სახის, რამდენი სახის, ასე ვთქვათ, საბრძოლო ტექნიკა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მხუთავი გაზები, ხმოვანი რაღაცა სიგნალები და ასე ვთქვათ, ადამიანებს არ მისცეს იმის საშუალება, რომ ერთი გასასვლელიც ქონოდათ, რომ გარიდებოდნენ, როდესაც დაიწყო დარბევა, ვისაც ასე ვთქვათ, წამოედებოდნენ, წაელეწებოდნენ, თუ შეიძლება ასე ითქვას, იჭერდნენ, ხელებზე უკეთებდნენ პლასმასის მარყუჟებს. მახსოვს ლუკა კურტანიძეს რამდენიმე გაუკეთეს, ეთყობა იფიქრეს, რომ ეს ერთს გაწყვიტავსო და ასე ვთქვათ, მე მოხდა ისე, რომ ეს ყველა ხალხი შერეკეს ოდიში იმ ადამიანებთან, რამ გამოთქმისას პირდაპირ მნიშვნელობით რუსთაველის კინოთეატრში და იქ აგრძელებდნენ ამ ადამიანებზე, ასე ვთქვათ, ფიზიკურ ზემოქმედებას. აქედან შემდგომ ჩვენ ვინც მოვახერხეთ და ასე ვთქვათ, გავედით, შემდგომ ამ დამტროებულ, დასახიჩრებულ ადამიანებს ეზიდებოდნენ პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ სიცოცხლის ნიშანწალიც აღარ ქონდათ დარჩენილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჩვენ იქ ვიყავით დილის საათებში, უკვე იქ მოყავდათ სასწრაფო მანქანები და ამისი კადრები არსებობს. როცა გაივსო, ასე ვთქვათ, პალატები დამტრეული ადამიანებით, მერე უკვე უკაცრავდა და იატაკზე პირდაპირ მნიშვნელობით ყრიდნენ ამ დამტრეულ ადამიანებს. სისხლში იყო ყველაფერი მოსრული. ათენდა და გავიგეთ ყველამ, რომ რუსთაველის, ასე ვთქვათ, მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღაზიის სახურავზე იპოვეს ორი ადამიანის გვამი, სულიკო ასათიანის და ნიკა კვინტრაძის გვამები. და გავცელდა ხმა, რომ თითქოს ეს ადამიანები ელექტროენერგიის, ასე ვთქვათ, ზემოქმედებით დაიღუპენ 27-ში. სულიკოს შვილი წაიყვანეს ქუთაისის უშიშროების განყოფილებაში. მიაკითხეს დილით და ქუთაისში გამოუცხადეს, რომ პაატას დენით გარდაიცვალა და
ახალგაზრდა კაცია პაატა და უთხრა რომ სულ დაწვითო რეაქცია ქონდა ასეთი რომ იმდენად ბოროტები იყვნენ ინსტინქტურად უთხრა რომ თლიანად დაწვითო ისა თუ დატოვეთ რამე ჩემი თვალით დავინახე რომ ადამიანს თვალი ქონდა გამოთხრილი მარცხენა თვალი და დაფარებული ქონდა თეთრი ასე თქვათ სპეციალური რაღაცა ხსნარში დამუშავებული ის იყო რა ქვია ბინტი ყელი ქონდა გამოგლეჯილი ანალოგიურად იქაც ქონდა დაფარებული ხელები ქონდა დამტრეული და მითხრა რომ აი ეს არის ხო დენს შეიძლება ასეთი რაღაცები გაეკეთებიაო ადამიანისთვისო ნუ მოკლედ აი ესეთი სისასტიკე ჩაიდინეს და ყველამ იცის რომ ეს ადამიანი აქ არც დენს მოუკლავს და აქ არც შეტაკებაში არ დაღუპულა ის წაიყვანეს და როგორც ოჯახს აქვს ინფორმაცია და უბრალოდ ვერ დადასტურდა ეს ინფორმაცია სამწუხაროდ ცხეთის იზოლატორში აწამეს და იქ წამებაში თუ შეიძლება ითქვას ასე ამოხადეს სული. იყო თუ არა რამე ძალადობა 26 მაისს? ისგან მიტინგების როგორ გეკადრებათ რა ძალადობა? ამას მინდა რომ აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია იყო ხმამაღალი საუბარი თუ შეიძლება ასე ითქვას ისიც კი არ გაგვიგონია ერთი მინა არ ჩამტრეულა და როგორც იტყვიან ერთი ხის ფოთოლი არ ჩამოვარდნილა ესენი შეეხნენ ღირსებას შეეხნენ ისტორიას ახალი ქართველის გამოყვანას და აი აქ იყო სწორედაც ეს უნდა გაიგოს იმაში რა ქვია ეკლესიას ღირსებას რწმენას ყველაფერს თაზე მიადგნენ პირველი აჭარაში აგერ გლდანში კამაზი შეიყვანეს და კამაზით შეანგრიეს კარები და რაღაცები ტაძარი შეანგრიეს კამაზით შეიძლება რომ ვიღაც მაგალითად ქედარგოლის წარმომადგენელი ყოფილიყო მაგრამ არა უშუალოდ ხელმძღვანელები არაერთ ბრჭყალებში სპეცოპერაციაში თვითონ მონაწილეობდნენ და ეს არის პირდაპირ მინიშნება კი არა და სიმპტომი იმისა რომ ეს ხალხი ამ ბოროტებით ტკბებოდნენ ქიფანიძის შემდეგ დროებითი საგამოძიებო კომისია ამ დრომდე ჭადრაკში ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონს ნონა გაფრინდაშვილს უსმენს. გაფრინდაშვილი დღევანდელ კომისიის სხდომაზე შვილთან ერთად მოვიდა, რომლებმაც გაიხსენეს 2011 წლის 26 მაისს ღამით განვითარებული მოვლენები. ნონა გაფრინდაშვილი ამ მოვლენებს, რომელიც ხდებოდა 26 მაისის ღამეს სასაკლაოს უწოდებს და აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებამ ხალხის წინააღმდეგ სპეციალურად მოიფიქრა და დაგეგმა ეს სპეცოპერაცია, როგორც ნონა გაფრინდაშვილი ამბობს, აქცია აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო და არანაირ გადაცდომებს ადგილი არ ქონია. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, ხელისუფლებამ დიდი რაოდენობით გაზი, ასევე რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის გამოც აქციის მონაწილეებმა სერიოზული დაზიანებები მიიღეს. როგორ მიხვედით აქციაზე? რომელ ორგანიზაციაში იყავით მაშინ გაერთიანებული და როგორ იბრძოდით იმ რეჟიმის წინააღმდეგ და რა მოხდა იმ ღამით რუსთაველის გამზირზე? ეს იყო სპეციალურად წინასწარ მოფიქრებული დაგეგმილი ოპერაციას. ჩვენი დასჯა უნდათ იქ სერიოზულად. მე მაგას სასაკლაოს ვეძახი უბრალოდ უწოდებ, იმიტომ რომ იქ რაც მოხდა, ამას ვერ წარმოიდგენდა ვერავინ, იმიტომ რომ ბევრი აქცია ჩატარებულა 9 აპრილიდან დაწყებული რომ დავიწყოთ. შემდეგ რა აქციებიც ტარდებოდა. მსგავსი არც ერთ აქციაზე არ ყოფილა. მე ვიძახი, იმიტომ რომ ჩაკეტილი იყო 3 კორდონი იყო ჩვენს ირგვლივ იმ დღეს. და გასასვლელიც არ იყო დატოვებული. მე 9 აპრილი იმიტომ ვახსენე ეს საშინელება უბრალოდ. ხალხს შეეძლო მისდებდნენ იმ ადამიანებს, მაგრამ გასაქცევი ჰქონდათ. ის რეჟიმი, რა რეჟიმი, სადისტური რეჟიმი იყო იმ დროს, არ შეიძლებოდა რომ ჩუმად ყოფილიყო ყველაფერი საქართველო. თორე დღეს საქართველოს შეიძლება არც ყოფილიყო. ვინაიდან 12 საათზე უკვე დამოუკიდებლობის დღე დაიწყებოდა, იმ შემთხვევაში თუ ხალხი იქნებოდა, კონცერტი ჩაგვეტარებინა. და უცნობი იყო მოსული, რომ კონცერტი ჩაეტარებინა. 12 და 10 წუთი წარმომადგენელი ამოვიდა სცენაზე, მაგათი წარმომადგენელი, აი ძალოვანი სტრუქტურების. და გითხრა, რომ დავშლილიყავით, ჩვენ ვთხარით, რომ ხელში გვეჭირა სანთლები უკვე. ჩვენ მეტი სხვა არაფერი არ გქონდა.
ხო გეუბნებით არც ერთ იმაში ცომილება ჩვენი მხრიდან არც შეჭრასადმი ან რაღაცის ხელში არაფერი არასდროს არ გქონდა. შეურაცხყოფას კი ერთი არავის არ მიუყენებია რო ტრიალებდნენ ხოლმე ირგვლივ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებია. 12 საათზე უკვე წამოიწია ამ იყო 3 კორდონებში და რომ მოგვიახლოვდნენ და ისეთი რაოდენობის გაზი გაუშვეს და იმდენი ტყვია დაგვახალეს ყველას იქ მაგათი სოლეს სენისკენაც ხალხს პირდაპირ ვის ხელში ჩაუვარდებოდათ ხო ყველას აგდებდნენ ესე იგი ხელბორკის ადებდნენ ცემდნენ ფეხებით ხელებით მე მეათრებდნენ მოლიროა დღეს აი მოლთან კიდე გრძელდებოდა სანამ ავტობუსი არ მივიდოდა და არ ჩასვამთ ხო და ახლა იგივე რახან დათო ვახშენე ვიტყვი რომ აი მოლთან დაახლოებით ის შიპებიანი ხელთათმანი ჩაარტყა ერთმან და ეს მოგლეჯილი ქონდა საოპერაციო გახდა და უბრალოდ სისხლისგან ვარ დაიცალა ნუ შეკუშვა მოხდა იქ აი სიცივეში და რაღაცაში და იმან გადაარჩინა თორემ მთელი საღამო მე იქიდან წაყვანილი გაატარა იქ შინაგან საქმეთა სამინისტროში და ხა ჩემი ახლობლები რო იყვნენ იქ ჩემი უახლოესი ოჯახი და ნუ ახლოს სადაც ის რომელიც მოსული იყო ერთს მაგალითად ის რა ქვია ვერაიტანა მისმა გულმა ეს გაზის აი ეს ოდენობა რაც გამოუშვეს და რაც შეიძლება ტყვიაც მოხდა ეს მე არ ვიცი ახლა მე სცენაზე ვიყავი მაგრამ ფაქტია რომ ამოდენიმე დღეში გარდაიცვალა გულმა ვერ გაუძლო და ჩემი ძმისშვილი ლევან გაფრინდაშვილი ისეც ემეს რომ მთლიან დაშავებული იყო თავიდანვე ორი ასე ვთქვათ მკვდარი ადამიანი შემოდეს ბუტკის თავზე აი გვარებია ჩაწერილი ნიკვა კვიტრაძე სულიკო ასათიანის და მე უნდათ ამის გასაღება ვითომ უბედურების შემთხვევა იყო რომ ჩამოვედი იმიდან სცენიდან ძლივ ჩამოვედი და მე დავეცი რამ დამცა არ ვიცი მართალი გითხრათ შეიძლება ვიღაც გამომედო იმ სირბილში იმდეთი ხალხი რომ იაწყდა იმ კუთხეს იმიტომ სცენასთან ხდება აი სცენასთან რომ დავარდე მე ამან მიშველა იმიტომ რომ დათოს მეგობარმა კოტე ქოჩიაშვილმა კოტე ხო კოტე ქოჩიაშვილმა მიცნო რომ დავარდნილი ვიყავი დამინახა და წამომაყენა 70 წლის ვიყავი იმ ასაკში დასი ადგილი არ არის აი ამ სიტუაციაში მოხვედრისას და დაიწყო ძახილი რომ ნონა გაფრინდაშვილი გამომყავს და არ ესროლოთ და არ მესროლეს თორე ეს ტყვიაც მომწოდოთ ჩემი დამი დამთავრდებოდა მაგრამ იმათ ინტერესში არ იყო ჩემი განადგურება პირადად ჩემი გამიგეთ იმათ უნდა თლიანად იქ აი იმის გაკეთება რაც გააკეთეს ხალხში შიში კიდევ მაგრა წასულიყო პირველ კორდონში ვისთანაც მივიყვანა მე ფარი მომადო შუბზე მე რა უნდა გამიკეთებინა ხო წარმოგიდგენიათ ფარი ისთვის მომადე შუბზე ვერ ხვდები რა სანამ უფროსი ეთყო და გაატარეთ ასე გამატარეს ერთი მეორე მესამე კორდონი და როცა უკვე უნდა გავსულიყავი უკვე მისული ვიყავით ბოლომდე და გაახსენდათ რომ ვიღაცას მივყევარ და გავყავარ მე გამიშვეს და იმას დაცეს ხელი და გააქანეს ეს იმაში შინაგან საქმეთა სამინისტროში დროებითი საგამოძიებო კომისია 26 მაისის აქციაზე და ადამიანის უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე კიდევ ორ პირს გიორგი ბურჯანაძეს და ლუკა კურტანიძეს მოусმეს. მადლობა მანანა დევაძე დეტალებით პარლამენტიდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში.